დღეს უნდა ჩაგიწეროთ ვიდეო პროცენტულად რამდენი გვიბრუნდება უკან, როგორ ვიღებთ პროცენტობას, რა არის ეს 3-დან 23%-მდე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, Fabric-ში რო რეგისტრირდებით და იწყებთ გუნდის შექმნას, ერთადერთი პირობა, რომ თქვენს მიერ დარეგისტრირებული კონსულტანტების ბრუნვის ეს მოცულობითი ფასდაგნება დაგერიცხოთ თქვენ, უნდა გქონდეთ პირადი 50 ქულა. ანუ როგორც მაგალითად გაყიდვების შესყიდვის დროს 20% რო გამოაკლდეს, თქვენი შეკვეთა უნდა იყოს 45 ლარის, სულ ცოტა მინიმალური შეკვეთა, ზუსტად ასევეა, როცა გუნდს ქმნი და ლიდერი ხარ და დირექტორობა გინდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, აუცილებელი პირობა არის, რომ თქვენი პირადი ქულა უნდა იყოს 50 ქულა, ანუ რასაც თქვენს პირად კაბინეტში განათავსებთ. ამას გაყიდით თუ პირადი მოხმარებისთვის გამოიწერთ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. და ახლა ვნახოთ პროცენტობა როგორ გვიბრუნდება. მაგალითად, დარეგისტრირდით თქვენ და გააკეთეთ პირადი 50 ქულა. დარეგისტრირეთ 3 ადამიანი, რომლებმაც ასევე გააკეთეს, თქვათ ერთმა გააკეთა ისე 50 ქულა თქვენსავით და ამათ ჯერ 0 აქვს ქულა. მოკლედ, ჯამში თქვენი ბრუნვა ჯამური, ანუ ეთვლება თქვენიც და თქვენს მიერ დარეგისტრირებული კონსულტანტებიც შეადგინა 100 ქულა და ეს არის 3%. ანუ თქვენ კომპანია გიბრუნებთ 3%-ს. ოღონდ 100 პირდაპირ არ გიმრავლებთ 3%-ზე, არამედ გვიორმაგებს და ცოტათი კიდე მეტიც, ანუ 100 გვიმრავლებს 2 და 40-ზე და შემდეგ ამრავლებს 3%. ანუ ეს არის კოეფიციენტი. რა ხდება შემდეგ? თქვენ მომდევნო კატალოგში აი ამ კონსულტანტებმაც, რომლებმაც დარეგისტრირდნენ გასულ კატალოგში, გააკეთეს 50 ქულა და ჯამში მაქვს მე 200 ქულა. შეიძლება ამათაც დაარეგისტრირონ და გააკეთოთ 10 ქულა, 20 ქულა, მაგრამ ჯამში მაქვს 200 და მეტი ქულა, ხო? ანუ 200 ქულის 6% გვიბრუნდება. და ასე იზრდება, მაგალითად კიდე დავარეგისტრირებთ ჩვენ, აი ამათი დარეგისტრირებულებიც გვეთვლება ჩვენ, ქულაში თქვა 30 გააკეთა, 25, 60, ვიღაცამ 100 და ჯამში ჩვენი მოცულობა არის 600 ქულა. მერე უკვე კომპანია გვიბრუნებს 9% და ასე 23%-მდე. ეხლა რომ დრო არ დავკარგო და მაქსიმალურად მოკლე ვიდეო ჩავწერო, გეტყვით, ამის შემდეგ არის 1000 ქულა, რომელსაც გვიმრავლებს 2 და 40-ზე და შემდეგ 12%-ზე, ანუ 12%-ს გვიბრუნებს. შემდეგ არის 1500 ქულა და 15%, შემდეგ არის 2000 ქულა და 19% და შემდეგ არის 3000 ქულა და 23% და ამ დროს თქვენ ხართ უკვე დირექტორი და თქვენი შემოსავალი არის 1800 ლარი, პლუს მინუს შეიძლება მეტი იყოს, შეიძლება ნაკლები. ეს არის მარკეტინგული გეგმის ცხრილი დირექტორობამდე და ეხლა ჩაგიწერთ ვიდეოს, რა ხდება დირექტორობის შემდეგ, იმიტომ რომ აი ამის შემდეგ იწყება უფრო მნიშვნელოვანი.